მწუხიშვილი, სალომე კორკოტაშვილი და ბასტი ბუბუს ბავშვები. მზეიცინი მალულა თანისლებში ჯამალულა მზეიცინის ხატულა დანისლები გაფანტულა ზეოცის თაღი ხსნება ხედა ზეოლი ლეო გიმღერო უბედა ზეო ამოდი გაფანტე სევდა ზეო შეცვლილი ვისჩუქნი ნედა ზეიცინს მალულა დანისლებში ჯამალულა მზეიცინის ხატულა დანისლების გაფანტულა ზეოცის თაღი ხსნება ხედა ზეოლი ლეო გიმღერო უბედა ზეო ამოდი გაფანტე სევდა ზეო შეცვლილი ვისჩუქნი ნედა ჩემი ლამაზი ოცნება ესმის წეს ჩემი ლამაზი ოცნება ესმის წეს ჩემი ლამაზი ოცნება ესმის წეს ზეოლი ლეო გიმღერო უბედა ჩემი ლამაზი ოცნება ესმის წეს ზეოლი ლეო გიმღერო უბედა ყველაზე მხურვალე აპლოდისმენტები ბასტი ბუბუს ბავშვებს. სალომე მწუხიშვილი და სალომე კორკოტაშვილი. შევაფასო ჯიურის მიმართავთ. ეს სალომე შეგვიფასო. ეს სიმღერა მე და ნინომ პირველად შევასრულეთ ბასტი ბუბუს იუბილეზე და ამიტომ მე პირველ რიგში დავიწყებ ჩემი დიდი კომპლიმენტებით და სიყვარულით ბასტი ბუბუს და მისი შესანიშნავი ბავშვების მიმართ. ბავშვებო, დიდი მადლობა რომ მოხვედით. მე რა თქმა უნდა ჩვენ მახსოვს როდესაც სალომემ რომ სიმღერა შეესრულებოდა ნინოს ძალიან გვიხაროდა რომ ამას იგი ამ სიმღერას ყავს კიდე სხვა თაყვანისმცემლები და მოუნდათ რომ შეესრულებინათ და ჩვენთვის ეს ძალიან სასიხარულო იყო და ეხა კიდე უფრო მიხარია რომ ამ რიცხვს ემატება ადამიანები და ეხა უკვე დაემატა ჩვენი სალომე ამ შემთხვევაში ჩვენი კონკურსის სალომე რომელმაც ჩემი აზრით თავისი კიდე ხიბლი დაამატა ამ მელოდიას რომელიც რა თქმა უნდა ჩემთვის მაინც ნინოსთან ასოცირდება და ეს საოცარი მოგონება მაკავშირებს, მაგრამ ყოველი ახალი შესრულება და დღევანდელი შესრულება ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერების მომტანია და მომწონს. მე მგონი ლოგიკურ
პარტნიორია რომ ქალბატონ ნინო ქათამაძესთან გადავიდეთ, გისმენთ ქალბატონო. მოგესალმებით, მე არ ვიცი, ისეთი ბედნიერი ვარ, ამდენი წელია ეს სიმღერა, ესეთი თბილად იქნა მიღებული და გეტყვით რომ დღემდე მახსოვს ის ორი აკორდი პირველად, როცა გაჩნდა ჩემთან და ნიკაც აღმოჩნდა იქვე ირგვლივ, თუ როგორ დაიწერა ეს სიმღერა, როგორ გაალამაზა ნიკა მის აბსოლუტურად სრულყოფილი ფორმა მისცა, თუ როგორ აითვისა ეს ბასტიბუმ, როგორ ტექსტი როგორ ნელ-ნელა შემომაპარა მაკაროშიძემ, თუ როგორ შეიქმნა ეგ ისტორია და ამდენი წლის შემდეგ ეს რო ისევ თბილი დარჩა და სალომე კორკოტაშვილმა რო ესე თბილად მიიღო, ესე ლამაზად შეასრულა და შენ ასევე ასე ლამაზად გააგრძელე, მე ვარ უბედნიერესი, ძალიან ლამაზი იყო, ძალიან მიყვარხართ ჩემო ბასტიბუბუელებო და არ ვიცი, ვარ უბედნიერესი. შეფასება ჩემი იქნება რომ ეს იყო არაჩვეულებრივი. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ჟიურის შეფასებისთვის. თქვენ კი მაყურებლებს მოგმართავთ, თუ გსურთ რომ სალომე ცუხიშვილი დარჩეს საქართველოს ვარსკვლავში და ისიხილოთ ამ სცენაზე, მომავალ ოთხშაბათს აუცილებლად უნდა დაურეკოთ. ყველა ქსელი საბონეტმა ნომერზე, გაგვახსენე სალომე? 033339. თან დაგვავიწყდება გვანცა. ნუ დაგვავიწყდება რომ ჩვენმა პარტნიორმა ბილაინმა არაჩვეულებრივი საჩუქარი გაუკეთა ნებისმიერი ქსელის, მობილური ქსელის ოპერატორს შეუძლია დაურეკოს სალომეს. ახლა კი მოდი გადავიდეთ TBC ოთახში.